ალბათ ადამიანები, რომლებსაც რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყურადღება მოაკლდათ თუ თავს ვერ გრძნობდნენ ისე სრულფასოვნად, მოტოციკლეტზე დაჟდომის მერე გააქვს ეგ ემოციები. იმიტომ რომ თვალში მოსახვედრი ხარ, ყურადღებას იქცევ ყველასას, სადღაც რო გაჩერდები ყველა მოდის, ყველა გეკითხება რომ ეს რა არის, ეს ისა და ანუ ამ ემოციებს ალბათ მივსებთ, ესე ვიტყვი. კი, რა თქმა უნდა. კი, ეს ყოველ შემთხვევაში ესეა. არც მოტოციკლეტი ასე ვთქვათ პირველი, ნებისმიერი ატრიბუტი, ნებისმიერი აქსესუარი შეიძლება იყოს და ხანდახან მოტო არის ის აქსესუარი, რომელიც თვით შეფასებას საკმაოდ მაყურაწევს. ოღონდ ეგ არის როგორ იცი, რომ წარმოსახვეთი მაინც ვიტყოთ. იმიტომ რომ ეს არის მაინც ნივთთან მიბმული თვით შეფასება, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ვთქვათ, ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს მნიშვნელობა. თვით შეფასებას როცა ვიწევ გარემოდან წამოსული სხვადასხვა რაღაცა რესურსით, ეს რეალობასთან სამწუხაროდ არ არის კონტაქტში და ჰიპერკომპენსირებას ხდება ხოლმე, რომ აი ძალიან კაი ტიპი ვარ, რაღაცა ესეთი შლემით, ესეთი რაღაცა აღჭურვილობით და მის შიგნით ვინ ვარ. აი იქ მოდის ტკივილი მერე და სწორედ მანდ არის ხოლმე ის ჭიდილი, სიცოცხლესთან ჭიდილთასაც ვეძახით, რომ ვინ ვარ მე, ვერ ვიგებ და ვერ მოვდივარ კონტაქტში.